ხარა შეხება უშუალოდ იმას, რა პერსპექტივა შეიძლება გქონდეს ამ კანონპროექტს, იმიტომ რომ ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესი ახლა არის, რომ სენატში გადავიდეს კანონი და მერე თუ კი სენატი დაეთანხმება კანონს, 80 მხარდამჭერი გვჭირდება, მაშინ უკვე არ ამგონია, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ ტრამპმა ამ კანონის ხელმოწერაზე უარი თქვას, მოკლედ. ეს მინდა ვთქვა და ძალიან სამწუხაროა, რომ სენატში ამ კანონს დახვდა მოწინააღმდეგედ ის ადამიანი, რომელიც 2020 წელს ერთ-ერთი ყველაზე პირველი იყო, რომელიც კონგრესში, ოღონდ მაშინ კონგრესმენი იყო მარკოინ მალენი, რომელიც ამბობდა, რომ სანქციების კანონ პროექტი უნდა შემოვიღოთ უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ და მუდმივად ამბობდა, რომ ის არის რუსული ინტერესების გამტარებელი საქართველოში, დასავლეთის და ქართული ხალხის ინტერესების წინააღმდეგ. და ძალიან თამამი იყო თავის შეფასებებში და განცხადებებში. სენატში ხა მარკოინ მალენი აღმოჩნდა, რომ მარტო არ არის და სენატის უმრავლესობის ლიდერი ბატონი ტუნიც მას მხარს უჭერს და მაიკ ჯონსონს უარი უთხრა ამ ეტაპზე ამ აქტის გატანაზე, მაგრამ საქართველოს ძალიან ბევრი მეგობარი ყავს. და მე დიდი იმედი მაქვს, რომ როჯერ უიკერი თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სენატში ჯინ შაჰინი, ჯიმ რიში ამ პროცესში აქტიურად ჩაერთვებიან და საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი გადაწყდება. პროცედურული ომიც მიმდინარეობდა, რა თქმა უნდა, და იყო თავიდან ეგრეთ წოდებული hotline იქ არ გამოვიდა. მე ეხლა იყო ძალიან დიდხანს გაგრძელდა shutdown-ი ამერიკული. ეს არაფერ კავშირში არ იყო საქართველოსთან, უბრალოდ პარალიზებული იყო საკანონმდებლო ორგანო, იმიტომ რომ პოლიტიკური შიდა ბრძოლების გამო. და ამას არავითარი კავშირი არ და მეგობარ აქტთან, ახლა კი თვითონ ბატონი ტუნიც და სხვებიც უპირისპირდებიან არა საქართველოს და მეგობარ აქტს. ზოგადად აქაც არის იგივე დამოკიდებულება. იგივე უკრაინაზე, იგივე აღმოსავლეთ ევროპაზე და მოკლედ ევრაზიის რეგიონზე არის განსხვავებული დამოკიდებულება და ჩვენ აი ამ პაკეტში ვხვდებით. მაგრამ ჩვენი მეგობრები ძალიან ბევრს აკეთებენ, რომ ახლა თავდაცვის აქტთან ერთად მოხდეს მეგობარი აქტის გატანა და კენჭისყრა. საბოლოო ჯამში კენჭისყრაზე თუ კი დადგება საკითხი, დარწმუნებული ვარ, რომ 80 სენატორის და 80 ხმის მოპოვება ამ კანონპროექტს არ გაუჭირდება. 80 სენატორის ხარდაჭერის მოპოვება. მთავარი არის, რომ უმრავლესობის ლიდერმა ბატონმა ტუნმა დააყენოს ეს კანონპროექტი კენჭისყრაზე. ახლა მიმდინარეობს ამაზე მუშაობა. მე ვერ ვიტყვი ჯერ წინასწარ ვერაფერს და ვერც იმას ვიწინასწარმეტყველებ ახლა ეს პროცესები რა მიმართულებით განვითარდება, მაგრამ საქართველოს დიდი შანსი აქვს, მეგობარ აქვს დიდი შანსი და ადრე იქნება თუ გვიან ეს აქტი აუცილებლად იქნება მიღებული.